გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ევთო ოდირი 53 გვერდიან დოკუმენტში პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნები კონკურენტულ საარჩევნო კამპანია კი თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა. კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღე, დაძაბული გარემო და პროცესის შესაბამისობა ევთოს პრინციპებთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან. სახელმწიფო გუნდი დასკვნას დადებითად აფასებს და მზადაა რეკომენდაციებს იმუშაოს. ოპოზიცია კი დასკვნის შინაარსის მიუხედავად ისევ ახალ არჩევნებს ითხოვს. რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნას მირიან გორგოძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. მირიან, გისმენთ. დიახ, პოლიტიკური ძალების მხრიდან ევთო ოდირის მიერ საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით არის განსხვავებული შეფასებები, განცხადებები და მოსაზრებები. მაგალითად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევთო ოდირის საბოლოო ანგარიშმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა ის, რომ მათი განცხადებები არჩევნებში დარღვევებთან დაკავშირებით იყო სწორი და შესაბამისად ამ დასკვნის შემდეგ, როგორც სახელმწიფო გუნდის ოპონენტები აცხადებენ, კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი და ამიტომ ოპოზიციაში ამბობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა. დღემდე ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გმობდა ხელისუფლებას როგორც მოძალადეს, გმობდა სხვადასხვა საკითხებს, მაგრამ ბევრი მათგანი ელოდებოდა იმ დასკვნას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა ევთო ოდირის დასკვნა მაქვს შემაჯამებელი მხედველობაში. აი ამის შემდეგ ბუნებრივია ახლა მთელი ძალთა კონსოლიდაცია იქნება ამ კონკრეტული საკითხის გარშემო ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამას არ აქვს ალტერნატივა. ევთო ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა ახალი არჩევნების შესახებ არის სრულიად გამართლებული, ვინაიდან და რადგანაც ამ დასკვნამ დააყენა ლეგიტიმურობის საკითხი და ამით წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რასაც ვისმენდით ქართული ოცნების მხრიდან არჩევნებთან და კონკრეტულად ევთო ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ამ დასკვნამ ძალიან ცხადად წარმოაჩინა, რომ ამ არჩევნების შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, შესაბამისად მისი შედეგები არის არალეგიტიმური და ამიტომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მართალ გუჩიკი აცხადებენ, რომ ევთო ოდირის დასკვნამ საბოლოოდ სწორედ ოპოზიციის სპეკულაციებს დაუსვა წერტილი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამ დასკვნაში ქართული ოცნების წევრების განცხადებით კარგად ჩანს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდა შესაძლებლობა კონკურენტულ გარემოში ეწარმოებინა წინა საარჩევნო კამპანია და ის დარღვევები, რომელზეც არის საუბარი ევთო ოდირის დასკვნაში, როგორც მართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის თავად ევთო ოდირის მხრიდან პოზიტიურად შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, როგორც თავად კანონმდებლობა, ასევე წარმართული პროცესები, ასევე ევთო ოდირის დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო უბნების 90%-ში საარჩევნო პროცესი დადებითად მიმდინარეობდა და შეფასებული არის დადებითად, ასევე ის ფაქტი, რომ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, როგორც წინა საარჩევნოთ, ასევე არჩევნების დღეს მშვიდობიანად ჩაეტარებინათ თავიანთი საარჩევნო კამპანიები და თავიანთი საქმიანობა და რომ იყო, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ მშვიდ გარემოში ამომრჩევლისთვის გაეცნოთ თავიანთი პოლიტიკური შეხედულება, უზრუნველყოფდა იმას, რომ არჩევნებში მათ სათანდო მხარდაჭერა მიიღოთ საკუთარი ამომრჩევლის. ჩვენ ამ დასკვნით კმაყოფილები ვართ, ამ ანგარიშით კმაყოფილები ვართ. კი ბატონო, იქ არის რაღაცა ტიპის შენიშვნები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ევთო ოდირმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ ითანამშრომლოს არჩეულ ხელისუფლებასთან ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრას
აღმოფხრაზე ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი გავითვალისწინოთ ის, რაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ეუთოდირმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია ნებისმიერ სუბიექტს. ეუთოდირმა ასევე ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მაღალ დონეზე ჰქონდა ცესკოს ყველაფერი ადმინისტრირებული და შესაბამისად ეს დასკვნა არის, რა თქმა უნდა, პოზიტიური. 20 დეკემბერს ეუთოდირმა საქართველოში ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა და იქ საუბარია კონკრეტულ რეკომენდაციებზე, იგივე საკანონმდებლო ბაზის შემდგომი გაჯანსაღებისთვის, ამავე დროს ეუთოდირი გამოთქვას მზადყოფნას, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, შემდგომი რეფორმების გატარების მიზნით. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ისრაელის საჰაერო დარტყმა ღაზის სექტორის ცენტრალურ არეალში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე, ნუსეირატში მდებარე შენობაზე იერიში 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს. ღაზის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით ინტენსიური იერიშებია ღაზის ჩრდილოეთში მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოსაც. ისრაელსა და ჰამას შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. საუბარია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების საკითხზე. რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ დრომდე გადასაჭრელია. ამის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა. BBC კი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნა ეგრეთ წოდებული ფილადელფიის კორიდორში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში, ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან. BBC-ს ცნობით შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას თითოეულ გათავისუფლებულ ქაულ ჯარისკაცში. სამფაზიანი გეგმის საბოლოო ეტაპზე, რომელიც 14 თვიან ომს დაასრულებს, ღაზას ზედამხედველობას გაუწევს ანკლავის ტექნოკრატების კომიტეტი, რომელსაც არ ექნება წარსულში პოლიტიკური კავშირები, მაგრამ ექნებათ ყველა პალესტინური ფრაქციის მხარდაჭერა. უკრაინაში კი ვითარება უცვლელია. გასულ ღამით ხერსონი დაიბომბა, დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადგილობრივი. სამიზნე იყო დონეცკით, შედეგად მამაკაცი დაიღუპა. შეტევა იყო სუმის ოლქზეც. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით 21 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა J-400 ტიპის რაკეტით და 113 დრონით. უკრაინის მხარის თანახმად მათგან 57 ჩამოაგდეს, 56 კი დაიკარგა. პარალელურად მოსკოვი აცხადებს, რომ 42 უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა რუსეთის 5 რეგიონს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ბოლო ვიზიტით ეწვია ამერიკის ცენტრალური სადასვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი. ის თანამდებობას 20 იანვარს ტოვებს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადა იწურება. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დარტყმებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, უპილოტო თვითმფრინავებზე და იმ სამხედრო ბაზებზე და ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გამოიყენება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ტერორში. ჩვენი თავდაცვა აბსოლუტურად სამართლიანია. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და მათ, ვინც ამ ომში რუსეთზე ზეწოლის გაზრდას უზრუნველყოფს. გერმანიაში პრო-პალესტინური აქციის დროს დემონსტრაციაში მონაწილე ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. იქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩებში შექმნილი ესკალაციის გამოაკავებს. აღნიშნულია ისიც, რომ დემონსტრაციები ძლიერდება და მას გერმანიის უფრო მეტი მოქალაქე უერთდება. აქციის დროს პოლიციასა და ქალებს შორის შეტაკებაც მოხდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იყენებს ძალას გერმანიის პოლიცია ქალების წინააღმდეგ. ისლანდიის ახალმა სამპარტიულმა მთავრობამ, რომელიც 21 დეკემბერს შეიქმნა, თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა. სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და ცენტრისტები, რომლებიც ახალ მთავრობაში შევიდნენ, საზოგადოებას ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებას დაპირდნენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებზე, მშვიდობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ევროკავშირთან, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ნატოსთან. კოალიციურ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ 2027 წლამდე ჩატარდება.
ალბანეთში TikTok-ს ერთი წლით აკრძალავენ, როგორც ბრიტანული გარდიანი წერს, ამის მიზეზი გასულ თვეს ალბანეთში მომხდარი მკვლელობა გახდა, რამაც ქვეყანაში გამოიწვია დისკუსია სოციალური მედიის ბავშვებზე გავლენის შესახებ. საქმე ეხება თანა კლასელის მიერ 14 წლის მოსწავლის მკვლელობას, ადგილობრივი მედიის ცნობით ინციდენტს წინ უძღოდა ორბით შორის დაპირისპირება სოციალურ მედიაში. ასევე TikTok-ზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ მკვლელობას. პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ დაადასტურა აკრძალვა, რომელიც სკოლების უსაფრთხოების გაძლიერების უფრო ფართო გეგმის შემადგენელი ნაწილია. ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობაში სადაც საოფისე ფართებია განლაგებული, ცეცხლი ჯერ სახურავს გაუჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულზე გავრცელდა. მეხანძრე მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მაღაზიაში ვიყავით და დავინახეთ, რომ ცეცხლი წაიკიდა და აშკარად ცდილობენ, რომ ჩააქრონ ახლა, მაგრამ ძალიან დიდი ხანი გრძელდება, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ცეცხლი, იმიტომ რომ ლოკალურად როცა ქრება, მე მეორე ლოკაციებზე ჩნდება. იმედია, არავინ არ არის დაზარალებული. ვიღაცა ოფისეს წაეკიდა ცეცხლი, არ ვიცი. შეიძლება ელექტრობას აი უფრო აკეთხარი, კერა და აქ არის. არ ვიცი რა. დაბლა არ არის, ყველაფერი შრალია, ყველა კარგად არის. მესამე სართულია დამწვარი. მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზაცია და ამ ეტაპზე არის ხანძრის ლიკვიდაცია, მიმდინარეობს ბრჭოლავი კერების დამუშავება. მეხანძრე მაშველების აქტიური მოქმედების შედეგად მეორე და პირველ სართულზე ხანძარი არ გავრცელებული. თავარია ის არის, რომ არავინ არაა დაზარალებული და ძალიან სწრაფად იმოქმედეს ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ადგილზე იყვნენ მობილიზებული ძალიან სწრაფად და აი უკვე ხედავთ ცეცხლი თითქმის ბოლომდე ჩამხვრალი არის. ხანძარი ლიკვიდირებულია, გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გამომწვევი მიზეზები უმოკლეს ვადებში დადგინდება. რუსთავის მერია 2025 წელს კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია რესტავრაციას დაიწყებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 75%-ით გაზრდილმა ბიუჯეტმა რუსთავს ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობა გაუჩინა. პროექტის შესახებ ინფორმაცია ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას გააცნო. პირველ ეტაპზე თბილისის ქუჩაზე არსებული ავარიული კორპუსების გამაგრება რეაბილიტაცია დაიწყება. დაგეგმილია 7 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რესტავრაცია 11 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდება. გათვალისწინებულია დასასვენებელი მწვანე ზონების და ტროტუარების მოწყობაც. პროექტი ქუჩის სრულ რესტავრაციას მოიცავს და 2026 წელსაც გაგრძელდება. საერთო ჯამში და საბოლოო ჯამში შენარჩუნებით პრემიერის მხარდაჭერით რუსთავის გაზრდილი ბიუჯეტით უკვე გვაქვს მერის გუნდ შესაძლებლობა განვახორციელოთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია. ჩვენ გქონდა დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი მხრიდან დაყენებული იყო სხვადასხვა საკითხი, რომელიც პროექტის განხორციელების დროს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. არის ავარიული ბინები, გასარემონტებელი, თბილისის ქუჩა ძველი უბანი არის, ძველი ქუჩა არის რუსთავში ერთ-ერთი საუკეთესო გამოვა ალბათ პროექტიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობის სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. დღის ბოლოს საზეიმო თაინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, საღამო კი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დასრულდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა საზეიმო საახალწლო ღონისძიება. მთელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, განსაკუთრებით იყო სასიამოვნო ჩვენი ბავშვებისთვის. საღამო 7 საათზე ავანთეთ ჩვენი ულამაზესი ნაძვის ხე. მინდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი, უსურო მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება. ახლოვდება ახალი წელი და მინდა მიულოცო ლანჩხუთს და სრულიად საქართველოს. მინდა მიულოცო 2025 წლის დადგომა. მშვიდობა, რაც ყველაზე მთავარია, დაწყნარება მთელი ერის და რა ვიცი, ყველას უსურვებ ღიმილიან ცხოვრებას. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ჩემი ლანჩხუთის მიმართ, ჩემი გურიის მიმართ. უთბილესი, უსაყვარლესი და ძალიან კარგი ხალხი ხართ და ყოველთვის მიხარია თქვენთან ჩამოსვლა. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, ბედნიერება, სიკეთე, სიმშვიდე და ყველაფერი კარგი გისურვოთ.
გალა კონცერტი დასრულდა საქართველოს მთავრობის ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება ნინოწმინდაშიც, სადაც ქალაქის მთავარი ნაძვისხე საზეიმო დაინთო. ჰაუსისა და ქართლოსის პარკში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას გაცნობოდნენ. პატარების განწყობაზე კი ზღაპრის გმირებმა, ანიმატორებმა და მასკოტებმა ისრუნეს. ღონისძიების ფარგლებში არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა მოეწყო. ჩემს საყვარელ ნინოწმინდას და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგიშობა ახალი წელი დარწმუნებული ვარ ეს წელი იქნება ახორციელების, კეთილდღეობის, სიყვარულის, გამარჯვების და შვიდობის წელი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. დღეს ბენთან ერთად ვიმღერებთ ძალიან კარგ სიმღერებს და გვაქვს წინა საახალწლო განწყობა. გისურვებთ ყველას ბედნიერ შობა ახალ წელს. ჩემი განწყობა ძალიან კარგია რა. ემოციურად ვარ ძალიან კარგად ესა და ყველა ვხდარობ ამ დღეს. ეს დღე ძალიან მიყვარს ადგება და მოდიან ხალხი და ძალიან ვერთობი. საახალწლო ღონისძიება გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც. ახალი წლის დღეების ფარგლებში მერიის მიმდებარედ საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები განთავსდა. მოიწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. სანტა პატარებს საჩუქრები გადასცა. საახალწლო ღონისძიება კი კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით წინა საახალწლო კონცერტები იმართება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ დღევანდელი დღისთვის მადლობა გადავუხადო და ასევე მინდა გადავუხადო მადლობა დღევანდელი კონცერტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს. მინდა მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი 2025 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყოველივე საუკეთესოს მომტანი წინსვლის წარმატების ხვავის და ბარაკის. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მინდა რომ ყველას მივულოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი. დღეს შევიკრიბე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ გავიზიაროთ დღევანდელი დღესასწაული საახალწლო განწყობა. მესტიაში კი ახალი წლის დღეების ფარგლებში გამართული ღონისძიება ჯგუფ რეგიონის მასტერის ანსამბლ რიხოს კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში სვეტის მოედანზე მოწყობილი იყო სხვადასხვა დეკორაცია, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი ისრუნავდნენ. ძალიან მიხარია რომ ამ ლამაზ და შესანიშნავ დღეს ვარ ამ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში და კონკრეტულად მესტიაში. უნდა აღვნიშნო ის რომ ახალი წლის დღეები ხო თავისთავად ლამაზია, მაგრამ ესეთი ლამაზი ბუნება და თოვლი რო გიწყობს პირდაპირ მნიშვნელობით ხელს და გიქმნის თლიან საახალწლო განწყობას, ეს არის გამორჩეული და მიხარია რომ ეს საახალწლო ასე ვთქვათ ტურნე დავიწყეთ ამ ლამაზი ქალაქიდან. შობა განსაკუთრებულია სამთლებინთება ჩვენს ფანჯრებში და მთელი დიდიან პატარებიან სრულიად მეცხოველები. ამის საუკეთესო მაგალითი ტრადიციებს გულისხმობ მესტია. მესტიიდან უამრავი კარი გახსნა. ისეთი ცნობიერების რომ დღემდე ამოუწურავენ. მინდა რომ ეს ჩვენი შეკრება და ეს ჩვენი წრე რაღაცაირად ჩემს ისტორიაში ჩავწერო როგორც საუკეთესო შეხვედრა. იმიტომ რომ შობა ახლოვდება. მოგილოცავთ ამდენ შობას ახალ წელს, მრავალს და ეს არის ერთობი დავესწროთ მრავალს. ზემო სვანეთიდან, მესტიიდან გილოცავთ, კარგი განწყობა არის, ძალიან კარგი განწყობაა. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.gt დროებით.